ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იყო ელისო ვირსალაძის კონცერტი. მე მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი. ძლივს იშოვეს ჩემმა მშობლებმა ბილეთები და წავედი და მე მახსოვს ის გატენილი დარბაზი სკამებზე, კიბეებზე, რა ვიცი, მოგონი სცენაზეც ხალხი იჯდა. და რო გამოვიდა ელისო ვირსალაძე სცენაზე, ახაც მოვინუსხე, იცით, აი თვითონ შემეშინდა ამ ქალის რაღაცა მეგონა აი ძალიან შემეშინდა და დედა მითხრა თვალები დახუჭე და ისე უსმინეო. და აი მეც დავხუჭე თვალები და არ ვიცი, იცით, პირველივე შეხება ბგერასთან ეს იყო აი სასწაული და აი მაშინ მივხვდი რომ ძალიან მინდოდა ფორტეპიანოზე დაკვრის-სწავლა და მე არ დამავიწყება ელისო ვირსალაძის მკაცრი გამოხედვა, მაგრამ ეს მკაცრი ადამიანი ინსტრუმენტთან იქცა ჩემთვის ულამაზეს ფერიად. და ეს შთაბეჭდილება მე არასდროს არ დამავიწყდება და სულ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა არის ისეთი პერიოდი 21 საუკუნის სტრესების, ურბანისტიკის, რა ვიცი, პიკის და კლასიკური მუსიკა ეს არის ერთგვარი ოაზისი ადამიანებისთვის. თავშესაფარი, განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და ამავე დროს არ ვიცი, ძალიან დიდი ენერგიის მომცემი. არის უამრავი კვლევა, ხა ძალიან პოპულარულია კვლევები კლასიკურ მუსიკაზე, რა გავლენას ახდენს. ცნობილია ისიც, რომ 40 წუთი კლასიკურ მუსიკას რომ მოусმინოთ, ეგ იმის ტოლფასია, რაც მივიღოთ 10 მილიგრამი ვალიუმი. ანუ დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ამავე დროს არის ესეთი კვლევა, ბავშვი, რომელიც 12 წლამდე სწავლობს კლასიკურ მუსიკას, მას გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც არ სწავლობენ მუსიკას, არ დადიან მუსიკას. ეს დადასტურებული ფაქტია. როცა საკუთარ შულს უსმენ, აი ახლა კონცერტი იყო კონსერვატორიის მცირე დარბაზში და ელენე პირველად წარსდგა მაყურებელზე, ფართო მაყურებლის წინაშე და მე გამახსენდა ჩემი თავი, ჩემი ბავშვობა როგორ ღელადი და მე მგონი არანაკლებად ღელავდი ელენეზე და მე ეს გამიმეორდა ჩემი ეს რემინისცენცია იყო ჩემი ბავშვობის და მე ისევ ნერვიულობდი, არ ვიცი, ვერ გადმოგცემთ აგზნობას და ელენიკო რო დავინახე სცენაზე, აი თავის თავად მომდიოდა ცრემლი და მე აი ეს დღე არ დამავიწყება, არც ელენეს დავიწყება, არც მე მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს იყო უბედნიერესი დღე, დიდი დღესასწაული და ეს დღესასწაული ჩვენ კლასიკურმა მუსიკამ გვაჩუქა. ელენე რომ შევიყვანე მუსიკალურ სკოლაში, მე თავიდანვე მასში ჩავდე ეს მარცვალი, რომელიც გაღვივდება და მე დარწმუნებული ვარ, ელენიკო იქნება ამ საზოგადოების ღირსეული წევრი, იქნება კულტურული და კეთილი ადამიანი. მე პირველ რიგში აი ეს მიზანი მამოძრავებდა და ცნობილი ფრაზაა, რომ მუსიკა ადამიანს ამაღლებს და აკეთილშობილებსო და ვაზიაროთ ჩვენი შვილები კლასიკურ მუსიკას და მერწმუნეთ ისინი გაიზრდებიან მაღალი ზნეობის, მდიდარი სულის, ფანტაზიის და უბრალოდ კარგი ადამიანები.